გათავისუფლების საფუძვლები. Როგორ ამოვიცნოთ მტერი? ამ და მომდევნო სესიის თემა იქნება გათავისუფლების საფუძვლები. Ქვესათაურია. ყველაფერი, რაც ოდესმე გინდოდათ, გცოდნოდათ დემონების შესახებ, მაგრამ გეშინოდათ გეკითხათ. ამ ორ სესიაში შევეცდები თითქმის შეუძლებელი ამოცანის შესრულებას 2 საათში ამ მსახურების ყოველი ძირითადი ასპექტის განხილვას. რა თქმა უნდა, არა დეტალურად, არამედ ზოგადი მონახაზით. ფიქრობ, მიზანშეწონილია დავიწყოთ იესოს მსახურების ამ ასპექტის განხილვით. მინდა გადავშალო მარკოზის თავი. ბევრჯერ მithქვამს, რომ რაც შემეხება არ მაქვს ამბიცია გავაუმჯობესო იესოს მსახურება. ზოგიერთს ფიქრობ, მიაჩნია, რომ დღეს ეს უფრო უკეთ შეიძლება გაკეთდეს. ჩემი დამოკიდებულება ასეთი არ არის. როდესაც მან თავისი საჯარო მსახურება დაიწყო, ყველაზე მეტად ხალხი იმან გააოცა, თუ როგორ ექცეოდა იგი ბოროტ სულებს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო იესოს ერთადერთი სასწაული, რომელიც მანამდე არასოდეს ყოფილა აღწერილი ძველ აღთქმაში. თითქმის ყველა სხვა სასწაული განკურნება, საჭმლის უზრუნველყოფა, ბუნების მართვა, უკვე ჩაწერილი იყო ძველ აღთქმაში. მაგრამ არ არსებობს ბოროტი სულების განდევნის ძველ აღთქმისეული ჩანაწერი. ადამიანები, რომლებმაც ეს იხილეს, მაშინვე მოიხიბლნენ და აღფრთოვანდნენ ამით. აქ არის პირველი ჩანაწერი კაპერნაუმის სინაგოგაში. მათ სინაგოგაში იყო კაცი, რომელშიც უწმინდური სული იყო. ბერძნული ტექსტი ამბობს, უწმინდურ სულში, რაც ინგლისურად არ ითარგმნება. ფიქრობ, საუკეთესო თანამედროვე ინგლისური ვერსია იქნებოდა უწმინდური სულის გავლენის ქვეშ. სამი ფრაზა, რომლებიც ურთიერთჩანაცვლებით გამოიყენება, არის დემონები, ბოროტი სულები და უწმინდური სულები. ასევე საუბარია სულების კონკრეტულ ტიპებზე, როგორიცაა უძლურების სული ან შიშის სული. და იყო კაცი მათ სინაგოგაში უწმინდური სულის გავლენის ქვეშ. და მან შესწახა. დააკვირდით, მან არ არის კაცი, არამედ სული. თქვა, რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? მოხვედი ჩვენს დასაღუპად. მე ვიცი ვინ ხარ შენ, ღვთისწმიდა. დააკვირდით, რომ ბოროტმა სულებმა მხისიერად ამოიცნეს იესო. მის მოწაფეებს შესაძლოა 1 წელზე მეტი დასჭირდათ, იმისთვის, რომ დაეწყოთ იმის გააზრება, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში. მათ მხისიერად იცნეს. მათ მისი ეშინოდათ. ასევე დააკვირდით ჩვენ და მეს კომბინაციას, რაც ძალიან ტიპურია. როდესაც იესო კაცს გადარაში ელაპარაკა, მან ჰკითხა, რა ქვია, ხოლობითი რიცხვი, და მან უპასუხა, მე ლეგიონი მქვია, რადგან ჩვენ მრავალნი ვართ. მე და ჩვენ ის ეს კომბინაცია დემონების დამახასიათებელი ნიშანია. მაგრამ იესომ შერისხა იგი და უთხრა, დადუნდი და გამოდი მისგან. ბერძნული ტექსტი პირდაპირ ნიშნავს, ალაგმე, გამოდი მისგან. და როდესაც უწმინდურმა სულმა შეკრა იგი და ხმამაღლა შეძახა, ის გამოვიდა მისგან. ეს იყო ძალიან დრამატული ფიზიკური გამოვლინებები. ეს არ იყო ისეთი ქცევა, რომელიც ნორმალური იქნებოდა სინაგოგაში. ვიღაცამ ერთხელ მითხრა, რომ ეკლესიების უმეტესობაში ისინი ამ კაცს ეკლესიიდან გააძევებდნენ. მაგრამ იესომ დემონი გააძევა კაციდან, გესმით? და კაცი დატოვა სინაგოგაში. შემდეგ ვკითხულობთ შემდეგ მუხლს და ყველანი გაოგდნენ ისე რომ ერთმანეთში კითხულობდნენ. რა არის ეს? რა არის ეს ახალი სწავლება? ავტორიტეტით ის ბრძანებს უწმინდურ სულებსაც კი და ისინი ემორჩილებიან მას. მისი სახელი ან რეპუტაცია მაშინვე გავრცელდა მთელ გალილეის რეგიონში. ეს ასეა, სიტუაცია დღესაც არ შეცვლილა. თუ ბოროტ სულებთან გამკლავებას დაიწყებთ, თქვენი რეპუტაცია მაშინვე გავრცელდება. ეს ისეთი რამაა, რაც ადამიანებზე დღემდე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. რისი ხაზგასმაც მინდა ის არის, რომ იესო კაცს კი არ ექცეოდა, არამედ მის სულს. სხვა პიროვნებას, რომელიც ამ კაცში იყო.
არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ კაცი მანამდე არანორმალურად იქცეოდა. ეს იყო იესოს ყოფნა, სულიწმინდის ცხებით მოსილი, რამაც გამოავლინა კაცში არსებული დემონის უხილავი ყოფნა. ამავე თავში მოგვიანებით ვკითხულობთ მისი მსახურების შემდგომ განვითარებაზე. საღამოს მზის ჩასვლისას მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი და დემონებით შეპყრობილი. და ერთხელ და სამუდამოდ თქვა, რომ არ მომწონს თარგმანი დემონებით შეპყრობილი. ბერძნული სიტყვა დაიმონიზომაი. თუ მას ლათინური ასოებით დავწერდი, ის ასე გამოიყურებოდა. If I were to write it in English letters, it would be something like this. Daimon არის ფუძე და მომდინარეობს არსებითი სახელიდან დემონი. იზომაი პასიურია და ნიშნავს დემონიზებული ყოფნას. ეს იქნება საუკეთესო თარგმანი, დემონიზებული ყოფნა. ამ თარგმანმა დემონებით შეპყრობილი სამწუხაროდ გაუგებარი გახადა საკითხი მილიონობით ადამიანისთვის. რადგან ისინი ამბობენ, როგორ შეიძლება ქრისტიანი იყოს ეშმაკით შეპყრობილი? ჩემი პასუხია, ჭეშმარიტი ქრისტიანი არ შეიძლება იყოს ეშმაკით შეპყრობილი, ის იესოს მიერ არის შეპყრობილი. თუმცა, ბევრ ჭეშმარიტ ქრისტიანში არის ისეთი სფეროები, სადაც ისინი დემონიზებულნი არიან, სადაც მათზე დემონები ახდენენ ზეგავლენას. ეს არის სფეროები მათ ცხოვრებაში და ხასიათში, სადაც ისინი თავად არ არიან სრულად გაკონტროლებული. ისინი დემონიზებულნი არიან, მაგრამ სატანის მიერ შეპყრობილნი არ არიან. თუ უბრალოდ ამ ერთ დაბრკოლებას მოხსნით თარგმანში, ბევრად უფრო ახლოს ვიქნებით რეალობის დანახვასთან. კარგი, საღამოს მზის ჩასვლისას მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი და დემონიზებული. ახალი აღთქმა თითქმის არ აკეთებს არანაირ განსხვავებას მათ შორის და არც იესო აკეთებდა ამას. თითქმის ყოველთვის ის ავადმყოფებსა და დემონიზებულებს ერთნაირად ექცეოდა. მთელი ქალაქი კართან იყო შეკრებილი და მან განკურნა მრავალი, ვინც სხვადასხვა დაავადებით იყო ავად და განდევნა მრავალი დემონი. და მან არ მისცა დემონებს ლაპარაკის უფლება, რადგან მათ იცოდნენ იგი. ჯეიმზის ვერსია და სხვადასხვა ვერსიები იყენებენ სიტყვას განდევნა დემონები. თარგმანი, რომელსაც მე ვამჯობინებ, არის ფილიპსის, სადაც ის იყენებს სიტყვას გამოაძევა. მას არ აქვს ბევრი რელიგიური კონოტაცია. ეს მარტივი, პრაქტიკული და მიწიერია. თუ ფილტვებში შეისუნთქავთ კვამს, რას აკეთებთ მის მოსაშორებლად? თქვენ მას გამოაძევებთ. ეს არის ნებისყოფის მოქმედება, რომელსაც ასევე აქვს ფიზიკური ასპექტი. ეს არის ის სიტყვა, რომლის გამოყენებაც მე მომწონს. მე ყოველთვის არ ვიყენებ მას, მაგრამ ჩემი აზრით, ის საუკეთესოდ ასახავს არს. მან გამოაძევა მრავალი დემონი. მან არ მისცა დემონებს ლაპარაკის უფლება, რადგან მათ იცოდნენ იგი. შემდეგ მინდა წავიკითხო კიდევ ერთი მუხლი ამ თავიდან. ის ქადაგებდა მათ სინაგოგებში მთელ გალილეაში და განდევნიდა დემონებს. ფილიპსის თარგმანი ამბობს, ის აგრძელებდა მთელ გალილეაში ქადაგებას მათ სინაგოგებში და დემონების განდევნას. მე განსაკუთრებით მომწონს ის ფაქტი, რომ ის იყენებს სიტყვას აგრძელებდა, რაც ბერძნულში ზმნის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს. ეს გვიჩვენებს, რომ ეს არ ყოფილა იზოლირებული, დრამატული შემთხვევა, რომელიც მხოლოდ ერთ სინაგოგაში მოხდა, არამედ ეს იყო მისი რეგულარული პრაქტიკა ყველა სინაგოგაში. მისი მოქმედება მოიცავდა ორ რამეს: ქადაგებასა და დემონების განდევნას. და მან ეს გააკეთა მთელ გალილეაში, სადაც სავარაუდოდ ასობით სინაგოგა იყო. ბევრ ადამიანს აქვს ასეთი დამოკიდებულება. შესაძლოა დრო და დრო აუცილებელი იყოს დემონების განდევნა, მაგრამ ეს შემთხვევები ძალიან იშვიათი და გამონაკლისია. ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ თუ ასეთი ადამიანები არსებობენ, ისინი ან ციხეებში, ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არიან. უნდა გითხრათ, რომ იესო ასეთ ადამიანებთან არ ურთიერთობდა. ის ურთიერთობდა მართლმადიდებელ ებრაელებთან, რომლებიც ყოველ კვირას სინაგოგაში იკრიბებოდნენ, კვირის დანარჩენ ნაწილს კი ოჯახზე ზრუნვაში, მინდვრების დამუშავებაში, ზღვაზე თევზაობაში, ვაჭრობაში ატარებდნენ. ისინი ძირითადად ნორმალური, პატივსაცემი, რელიგიური ადამიანები იყვნენ, თუმცა ასე ვთქვათ, გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.
გარკვეული სფეროები, როგორც თქვი, სადაც ისინი თავად არ იყვნენ სრულად კონტროლის ქვეშ. არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ადამიანს, რომელსაც გათავისუფლება სჭირდება, აუცილებლად კრიმინალი ან შეშლილი უნდა იყოს. ეს იგივე ტიპის ადამიანები არიან, როგორებიც ჩვენს ირგვლივ არიან. კარგი, პატივსაცემი, რელიგიური ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიან და სწორ რაღაცებს ამბობენ, მაგრამ მათ ცხოვრებაში სადღაც არის სფერო, რომელიც დემონიზებულია და რომელსაც ვერ აკონტროლებენ. ეს შეიძლება იყოს ფიზიკურ სურვილებში, ემოციებში ან გონებაში. სხვადასხვა სფეროებს მოგვიანებით განვიხილავ. მაგრამ თუ იმას გაიაზრებთ, რაც თქვი, ეს მოგიხსნით ბევრ ცრურწმენას, რაც ხელს უშლის ამ საკითხის ობიექტურად დანახოს. უცნაურია, მაგრამ ერთიერის ადამიანებს ადვილად შეუძლიათ მიიღონ ის ფაქტი, რომ სხვა ერის ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ გათავისუფლება. მე დანიაშიც ვიმუშავე ამ საკითხზე. დანიელებს არ უჭირთ დაიჯერონ, რომ ამერიკელებს გათავისუფლება სჭირდებათ. ამერიკელებს არ უჭირთ დაიჯერონ, რომ აფრიკელებს სჭირდებათ გათავისუფლება. მე 8 წელი გავატარე აფრიკაში, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ იქ იმდენი დემონი არ მინახავს, რამდენიც ამერიკაში. ეს უბრალოდ კულტურული განსხვავებებია, რომლებიც მათ გარემოს ეგუება. მოდით შევხედოთ იესოს მსახურების კიდევ ერთ პარალელურ აღწერას, რომელიც იმავე ინციდენტებს ეხება. ეს არის იესოს მსახურების იგივე ნაწილი, რომელიც მარკონში აღწერილი. როცა მზე ჩადიოდა, ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით დაავადებული ჰყავდა, მიუყვანა იგი მას და მან დაადო ხელი თითოეულ მათგანს და განკურნა ისინი. და დემონებიც გამოდიოდნენ მრავალიდან შეძახილით. ჩვენ მეტის წაკითხვა არ გვჭირდება. ხედავთ, განკურნებისა და გათავისუფლების მსახურებები ერთმანეთში იყო გადაჯაჭვული. ისინი მოვიდნენ, იმიტომ რომ ავად იყვნენ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში მათი განკურნება ბოროტის სულების განდევნას მოითხოვდა. და დააკვირდით იესომ დაადო ხელი თითოეულ მათგანს. იყო პენტეკოსტური ტრადიცია, რომ არასწორია ხელი დაადო ვინმეს, ვისაც ბოროტის სული ჰყავს. თუ ეს ასეა, მაშინ იესო არ იქცეოდა სწორად. მე კი მის მაგალითს ვამჯობინებ, ვიდრე ტრადიციას. ახლა მოდით გადავიდეთ ლუკას მუხლებზე. კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც მოგვიანებით მოხდა სხვა სინაგოგაში. და ახლა იყო ქალი, რომელსაც 18 წელი უძლურების სული ჰქონდა და ორად იყო მოხრილი, ისე რომ ვერ სწორდებოდა. დააკვირდით, ეს გამოწვეული იყო უძლურების სულით ბოროტის სულით, რომელსაც მისი სხეული ორად ჰქონდა მოხრილი, ისე რომ ის ვერ სწორდებოდა. როდესაც იესომ დაინახა, იგი დაუძახა და უთხრა: ქალო, შენ გათავისუფლებული ხარ შენი უძლურებისგან. გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა განთავისუფლებული შებოჭვაზე მიუთითებს. მან ეს თქვა რწმენით, მაგრამ არაფერი შეცვლილა, დააკვირდით ამას. და მან დაადო მას ხელი. მას უძლურების სული ჰქონდა, მაგრამ იესომ ხელი დაადო. და მაშინვე ის გასწორდა და ადიდებდა ღმერთს. სინაგოგის მმართველმა აღშფოთებით უპასუხა, რადგან იესომ განკურნა შაბათს. არსებობს 6 დღე, რომლებშიც ადამიანმა უნდა იმუშაოს. ამიტომ მოდით და განიკურნეთ ამ დღეებში და არა შაბათს დღეს. უფალმა უთხრა: თვალთ მაგცო. განა თითოეული თქვენგანი შაბათს არ ხსნის თავის ხარს, ან ვირს და არ მიხავს წყლისკენ. მაშ, განა ეს ქალი, რომელიც აბრაამის ასულია, რომელიც სატანამ 18 წლის განმავლობაში შეკრა, არ უნდა განთავისუფლდეს ამ შებოჭვისგან შაბათს. იფიქრეთ ამაზე. ის მორწმუნე ებრაელი ქალი იყო, სინაგოგის წევრი. მას საშინელი ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, ზურგი მოხრილი ჰქონდა. თუმცა ეს პირველ რიგში ფიზიკური პრობლემა არ იყო, არამედ უძლურების სულით იყო გამოწვეული. როგორც კი ეს სული დატოვა, ქალი გასწორდა. ახლა ეს საკითხი ღრმა გარჩევას მოითხოვს, მაგრამ უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ზოგიერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვკლასიფიცირებთ, სინამდვილეში ბოროტის სულებით არის გამოწვეული. იესო ასევე ექცეოდა სიხვრას, სიჩუმესა და სიბრმავეს, როგორც ბოროტის სულებით გამოწვეულს. ბევრ შემთხვევაში ადამიანების განკურნებისთვის მისი მსახურება მდგომარეობდა იმაში, რომ გაითავისუფლებინა ისინი იმ სულებისგან, რომლებიც მათში სიჩუმეს, სიყვარულსა და სიბრმავეს იწვევდნენ. დეტალებში შესვლის გარეშე ვიტყვი, რომ ჩემს მსახურებაში მე მინახავს პარალელური შემთხვევები ამ სფეროებიდან თითოეულში.
in my own ministry in each Შემდეგ of ლუკას those areas. იესოს მსახურებას ბოლოს უყურებთ. Then we read on just a little further in Luke 13, verses 31 and 32. This is the last. იმავე დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: "გამოდი აქედან და წადი, რადგან ჰეროდე შენი მოკლა უნდა." მან უთხრა მათ: "წადით და უთხარით იმ მელას, ეს ჰეროდია." აჰა, მე გავდევნი დემონებს და ვასრულებ განკურნებებს დღეს და ხვალ. მესამე დღეს კი სრულყოფილი ვიქნები. ეს ებრაულია. დღეს, ხვალ და მესამე დღეს ნიშნავს. ამიერიდან სანამ საქმე არ დასრულდება. ასე რომ მან თქვა: მე ვაპირებ ორი რამის გაკეთებას: დემონების განდევნას და განკურნებების შესრულებას. ასე დაიწყო, გააგრძელა და დაასრულა. მისი მთელი მსახურება თავიდან ბოლომდე მოიცავდა ავადმყოფების განკურნებასა და დემონების განდევნას, როგორც მთავარ ნაწილს. ალბათ მისი დროის მესამე. ეს ორი იმდენად იყო ერთმანეთში გადახლართული, რომ მათი გარჩევა მართლაც შეუძლებელი იყო. And casting out demons, and the two were so intertwined that it was really impossible. ახლა შემდეგი რისი თქმაც მინდა და რასაც ძალიან მოკლედ მოუყვები ილუსტრაციად, არის ის, რომ ახალ აღთქმაში არავინ არასდროს გაგზავნილა სახარების საქადაგებლად, სანამ მას არ დაევალებოდა ბოროტ სულებთან გამკლავება. ახალ აღთქმაში ასეთი მაგალითი არ არსებობს. ამის გაკეთება არ არის წმინდა წერილის მიხედვით. მოდით შევხედოთ პირველ 12 მოწაფეს, რომლებიც გაიგზავნენ. Let's look at the first 12 disciples who were sent out. Matthew chapter 10. როდესაც მან თავისი 12 მოწაფე დაუძახა, მისცა მათ ძალაუფლება უწმინდურ სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სახის ნეულება და ყველა სახის დაავადება. He gave them power over unclean spirits to cast them out and to heal all. დააკვირდით, პირველი რაც მან გააკეთა იყო ის, რომ მისცა მათ ავტორიტეტი ბოროტ სულებთან გამკლავებისთვის. Was to give them Შემდეგ. authority to deal with evil spirits. And then ეს 12 იესომ the გაგზავნა. list of the names in verse 5, these 12 Jesus sent out. მაგრამ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხრებთან და როგორც წახვალთ იქადაგეთ და თქვით: "ცათა სამეფო ახლოსაა." And 7, but go rather to the lost sheep of the house of Israel. And as you go, მაგრამ არა მხოლოდ იქადაგოთ, არამედ გააკეთეთ რაღაც. განკურნეთ ავადმყოფები, გაწმინდეთ კეთრონები, აღადგინეთ მკვდრები, განდევნეთ დემონები. ეს შედიოდა მათ აღჭურვილობაში და დავალებაში. Cast out demons. It was included in their equipment and it was included in კითხულობთ კიდევ 70-ზე, რომლებიც გაიგზავნენ. In Luke chapter 10 we read about a further 70 who were sent out. Luke chapter 10. ამ ამბების შემდეგ უფალმა დანიშნა კიდევ 70 და გაგზავნა ისინი ორ-ორად თავის სახის წინაშე ყოველ ქალაქში და ადგილას, სადაც თვითონ აპირებდა And წასვლას. sent them 2 by 2 before his face into every city and place where he himself was about to go. Now we'll only turn on to verse 17. მაშინ 70 დაბრუნდა სიხარულით და თქვა: "უფალო, დემონებიც კი გვემორჩილებიან შენი სახელით." 17, then the 70 returned with joy, saying, Lord, რა იყო ის, რამაც მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? მათ ჰქონდათ ავტორიტეტი დემონებზე. ისინი 70-ნი იყვნენ და შემდეგ ჩვენ ვუყურებთ საბოლოო დავალებას სახარებების ბოლოს. Then we look at the final commission. პირველ რიგში, at the end მარკოზე of the შემდგომ gospel. მუხლებში, სადაც First of ნათქვამია. all, in Mark 16, verse 15 and following. მან უთხრა მათ: "წადით მთელ მსოფლიოში და იქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას. Go into all the world ვინც ირწმუნებს and და preach the მოინათლება, gospel to every გადარჩება. creature. He ვინც არ believes, ირწმუნებს, baptized, დაგმობილია. saved, he believes not, is და ეს ნიშნები condemned. თან დაჰყვება Verse მათ, ვინც 17, ირწმუნებს. and these signs რა არის will პირველი follow ნიშანი? those who believe. What's the ჩემი first სახელით sign? ისინი განდევნიან In დემონებს. my name they will cast out მან არ demons. გაგზავნა He ისინი did not მანამდე, send სანამ them არ დარწმუნდა, რომ მათ without იცოდნენ, first როგორ making მოქცეულიყვნენ sure that they დემონებთან. knew how to deal with demons. ხოლო მათესში, And in Matthew 28, the other version of the Great Commission, მაშ verses წადით და 19 and მოიმოწაფეთ 20, ყველა he ერი. says, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით, ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი, რაც მე გიბრძანებთ. baptizing them in the name of the Father and of the Son and of the Holy Spirit,
teaching them to და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველთვის, საუკუნის დასასრულამდე. მან უთხრა, რომ ესწავლებინათ თავიანთი მოწაფეებისთვის ყველაფერი, რაც მან თავად ასწავლა. და ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ასწავლა, იყო ის თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ბოროტსულებთან. როდესაც თქვენ მოიწაფებთ, თქვენ ასწავლით მათ იმას, რაც მე გასწავლეთ. როდესაც ისინი მოწაფეებს გაიჩენენ, ასწავლიან იმას, რაც თავად ისწავლეს. მან თქვა, მე თქვენთან ვარ საუკუნის დასასრულამდე. მან არ შეცვალა ეს პროცესი. არამედ იწინასწარმეტყველა, რომ იგივე გაგრძელდებოდა მისი წასვლის დღიდან, სანამ არ დაბრუნდებოდა. ეს არის მისი პროგრამა. ტრაგედია ის არის, რომ ეკლესიამ გადაუხვია მას. მათ ეს არ გააუმჯობესეს, რადგან ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. უბრალოდ კატასტროფა შექმნეს. ახალ აღთქმაში იესოს გარდა მხოლოდ ერთ ადამიანს ეწოდება ევანგელისტი. მხოლოდ ერთს. მე 28 ადამიანი დავთვალე, რომლებსაც მოციქულები ეწოდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი, რომელსაც ევანგელისტი ეწოდა. განა ეს არ არის გასაოცარი. ჩვენ უყოყმანოდ ვანიჭებთ ევანგელისტის ტიტულს. ვინც მწყემსი არ არის, ის უნდა იყოს ევანგელისტი. ძირითადად მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. ვინ იყო ევანგელისტი? ფილიპე. მისი მსახურება აღწერილია საქმეების მერვე თავში. საქმეების მერვე თავის მეხუთე მუხლში ნათქვამია. მაშინ ფილიპე წავიდა სამარიის ქალაქში და უქადაგა მათ ქრისტე. ფილიპეს მესიჯი ძალიან მარტივი იყო. ეს იყო ერთი სიტყვისგან შემდგარი მესიჯი. სამარიაში მან იქადაგა ქრისტე. ღაზისკენ მიმავალ გზაზე კი იესო. ხალხი ერთხმად უსმენდა ფილიპეს მიერ ნათქვამს, რადგან მას კარგად ორგანიზებული კომიტეტი და გუნდი ჰყავდა. არა. რადგან ესმოდათ და ხედავდნენ სასწაულებს, რომლებიც მან მოახდინა. პირველი კი ის იყო, რომ უწმინდური სულები ხმამაღალი შეძახილით გამოდიოდნენ მრავალი დემონიზებულისგან და მრავალი პარალიზებული და კოჭლი განიკურნა. დააკვირდით, პირველი რამ მის მსახურებაში როგორც ევანგელისტისა იყო ბოროტი სულების განდევნა. მე ვარაუდობ, რომ როგორც იესოს ნიმუში, ასევე მისი დავალება არ ტოვებს ადგილს დღევანდელი ღვთისმსახურებისთვის, რომ გავიდნენ სახარების საქადაგებლად, სანამ მათ არ ექნებათ ბოროტ სულებთან გამკლავების აღჭურვილობა. არ მჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ასეთი მაგალითი. მე ვაპირებ მოგცეთ ზოგადი სწავლება დემონების ბუნების შესახებ და ჩვენ დავრჩებით სიტყვა დემონებთან. და იმ გზებთან, რომელთაც შეგიძლიათ გაიგოთ, მუშაობენ თუ არა ისინი თქვენში ან სხვებში. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს სულების გარჩევის ორი საჩუქარი და ცოდნის სიტყვა. მაგრამ ამის გარდა, ზებუნებრივ სამყაროში არსებობს მრავალი სხვა კომბინირებული მინიშნება, რომელიც უნდა გაგვაფრთხილოს ჩვენში ან სხვებში დემონების ყოფნის შესახებ. which should alert us to the presence of demons, either in ourselves. თქვენ უნდა იცოდეთ, პირველ რიგში როგორც თქვი, ისინი არიან უსხეულო პიროვნებები. თქვენ ეკცევით უსხეულო პიროვნებებს, რომლებსაც აქვთ მხურვალეს სურვილი, რომ მოხვდნენ სხეულში. თქვენ უნდა გაიგოთ ეს. ისინი სრულიად უკმაყოფილონი არიან სხეულის გარეთ. სხეულის ტიპი, რომელიც მათ უნდათ, არის ადამიანის სხეული, მაგრამ უსხეულო ყოფნის ნაცვლად ისინი დასჯერდებიან ღორს, ძალს ან სხვა ცხოველს. მათ არ უნდათ, რომ უსხეულოები იყვნენ. ეს მათთვის ტანჯვაა. მათ აქვთ ორი ძირითადი მიზანი, რომელიც სატანის მიერ არის მათთვის დანიშნული. პირველი მინ ხელი შეუშალონ თქვენს მიერ ქრისტეს, როგორც მხსნელის შეცნობას. მაგრამ თუ ისინი ამაში წარუმატებლობას განიცდიან, მათი მეორე მიზანია მინუს. ხელი შეუშალონ თქვენს მიერ ქრისტესთვის ეფექტურად მსახურებას. ხედავთ ამას, თუ ისინი წარუმატებლობას განიცდიან პირველში, ისინი არ ნებდებიან, უბრალოდ გადადიან მეორეზე. ახლა ჩვენ უნდა განვასხვაოთ ხორცი და დემონები. ხორცი არის ძველი ხორციელი ბუნება, ძველი ადამიანი. დემონები კი არიან პიროვნებები, რომლებიც შემოდიან და იკავებენ თქვენი პიროვნების სფეროებს. მე მათ ასე ვადარებ, ხორცი არის გვამი. დემონები კი არიან სვავები, რომლებიც სახლდებიან გვამზე. თუ არ იქნებოდა ხორცი, არ იქნებოდა სვავებიც. ეს ძალიან ნათელი სურათია. თუ თქვენ ცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც სვავები არიან, თქვენ იცით, რომ როდესაც რაღაც სიკვდილს უახლოვდება, ცაში ჩნდება პატარა წერტილი, რომელიც დაფრინავს.
შემდეგ ჩნდება კიდევ 3 ან 4 და რაც უფრო უახლოვდება ცხოველი დედამიწაზე სიკვდილს, მით უფრო დაბლა მოდიან სვავები. იესომ თქვა, სადაც გვამია, იქ შეიკრიბებიან ორბები. სადაც ადამიანის ხელახლა აშობილი ხორცია გამოკვეთილი თავის ხორციელებასა და ცოდვილობაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ორბები შეიკრიბებიან. სამკურნალო საშუალებების ბუნება განსხვავდება პრობლემის ტიპის მიხედვით. ხორცისთვის განკუთვნილი საშუალება არის ჯვარცმა, როგორც ეს მოციქული პავლეს სიტყვებშია გადმოცემული. ვინც ქრისტესია, ჯვარს აწვეს ხორცივნებებითა და გულის თქმებით. დემონებისთვის კი სამკურნალო საშუალება მათი განდევნაა. ამდენად, აუცილებელია განვასხვაოთ, თუ რომელ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რათა სწორი მეთოდი გამოვიყენოთ. ხორცის განდევნა ისევე შეუძლებელია, როგორც დემონების ჯვარცმა. როგორც წესი, თუ კი გულწრფელი ქრისტიანი ხართ, რომელიც რეგულარულად კითხულობს ბიბლიას, ლოცულობს და სურს უფალს ემსახურებს, მაგრამ მაინც იტანჯება რაიმე პრობლემით, რომელიც დამაბნეველი და დამთქმულია. And you have a special kind of problem, something tormenting, something aggravating, something humiliating. და ვერც ლოცვით, ვერც მარხვით თუ სხვა საშუალებებით ვერ მოაგვარეთ, მაშინ სავარაუდო დემონურ გავლენასთან გაქვს საქმე. You've fasted, you've reckoned yourself dead, and you still haven't resolved it. You can be ეს დასკვნა მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება. I can say this out of experience, which is too long for me to. დემონური აქტივობების ტიპები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია დემონური აქტივობების დამახასიათებელი ნიშნების გაცნობა. ქვემოთ ჩამოთვლილია 9 ძირითადი ზმნა, რომლებიც აღწერენ ამ აქტივობებს. I'm going to list about 9 verbs which describe თუ თქვენ ცხოვრებაში ამ ნიშნებიდან ერთი ან მეტი შეინიშნება, ან მათი ინტენსივობა მაღალია, შესაძლოა საჭირო იყოს გათავისუფლება. More than one, or if they're very intense, you should begin to check. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს აქტივობები უსხეულო პიროვნებების, ანუ დემონების მოქმედებებს წარმოადგენს. ცდუნება. დემონები ადამიანებს ცდუნებით უბიძგებენ ბოროტების ჩადენისკენ. ხშირად ცდუნება სიტყვიერი ფორმით მოდის. როგორც შინაგანი ხმა. მაგალითად, თუ დაინახავთ დავარდნილ ფანქარს, შინაგანი ხმა შეიძლება გეუბნებოდეთ. აიღე, ვერავინ გაიგებს. ეს ხმა პიროვნების ნიშანია, რომლის უკანაც დგას დემონი. Anything that has a voice is a person. Behind that voice is a demon enticing you. None of you have ever experienced that. შეურაცხყოფა, შევიწროება. Demons harass. დემონები აკვირდებიან და მიხვევიან ადამიანის ქმედებებს. They study you. მათ იციან თქვენი სუსტი წერტილები და მომენტები, რომ შემოვიდნენ თქვენ ცხოვრებაში. მაგალითად, ბიზნესმენი, რომელსაც ცუდი დღე ჰქონდა სამსახურში, მოძრაობის საცობში მოხვდა. ხოლო სახლში მისვლისას დაინახა, რომ მისი ცოლი ვახშამზე აგვიანებს, ბავშვები კი ყვირია. ასეთ დროს მასში შესაძლოა გაღვივდეს ბრაზის დემონი, რომელიც მთელი დღე მის უკან იყო. ამის შემდეგ მასში შეინიშნება ცვლილებები. ის როგორც მოსიყვარულე მამა და მეუღლე შეიძლება უეცრად აფეთქდეს და ცხოვრება გაუძნელოს გარშემოყოფებს. You notice there's a kind of different look in his eyes, and although he loves his wife and his მოგვიანებით ის ინანიებს და ამბობს, არ ვიცი რამ გამაკეთებინა ეს. And then he's so ashamed and მაშინ როდესაც ეს ბრაზის დემონის მოხდება. We do know. It's the demon of ტანჯვა. ბიბლია მტანჯველებზე საუბრობს მათენში. They torment. Now the Bible speaks about the tormentors in Matthew 18. სადაც მსახური, რომელმაც არ აპატია თავის თანამსახურს, ღმერთმა მტანჯველებს გადასცა. დემონები სწორედ ეს მტანჯველები არიან. თუ ადამიანს გულში მიუტევებლობა აქვს, ის მტანჯველების ლეგიტიმური სამიზნე ხდება.
რადგან სატანა იურიდიული ექსპერტია და იცის, როდის აქვს მას უფლება იმოქმედოს. If you have any unforgiveness in your heart against anybody, ტანჯვა შეიძლება you are იყოს a ფიზიკური, legitimate target for the tormentor. მაგალითად ართრიტი, რომელიც ადამიანს And Satan ახვევს, is a ტანჯავს legal და expert. აკვეჭებს. He knows when he's entitled to move in. There are various forms of torment. There's physical torment. გონებრივი ტანჯვის There's ერთ-ერთი the example I გავრცელებული would ფორმა choose is სიგიჟის შიშია. arthritis. When you look at arthritis, you've seen the devil in action. Twisting, torturing, crippling. ადამიანები, რომელთა ნათესავებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში Mental გარდაიცვალნენ, torment, one that's unusually common. ხშირად შიშობენ, რომ It's the თავადაც fear იგივე of ბედი going ეწევათ. insane. You'd be surprised how many Christians are inwardly fighting this battle. ასეთი გონებრივი Just ტანჯვა like დიდ this, when ტანჯვას your aunt იწვევს. died in a mental institution and your grandfather went the same way and you're going to be the next. And you can hardly imagine the torment that there სულიერი is in such ტანჯვა. a mind. დემონური ტანჯვის ერთ-ერთი ფორმა Then the სულიერი spiritual ტანჯვაა, torment. მაგალითად, ბრალდება The მიუტევებელი example I would ცოდვის give ჩადენის შესახებ. is the accusation that you've committed the ნიშნულოვანია unforgivable იცოდეთ, რომ sin. თუ კი ამ ცოდვის ჩადენის Now, გამო if you are შეშფოთებული ხართ, concerned სინამდვილეში about არ having ჩაგიდენიათ committed the იგი. unforgivable sin, you haven't committed it. You understand? Because the people who ვინაიდან have committed ადამიანები, are not რომლებმაც ეს believed ცოდვა themselves. ჩაიდინეს, არ განიცდიან So შფოთვას that's ამის not გამო. your problem. ამიტომ Your problem თქვენი is პრობლემა a lying, სინამდვილეში არა accusing ცოდვა, არამედ spirit მატყუარა, which is ბრალდებელი taking სულია, away your რომელიც peace თქვენ and the სულიერ assurance of სიმშვიდესა your და ხსნის salvation. გარანტიას გართმევთ. All right, number 4. They იძულება, influence. კომპულსია. They compel. თითქმის ყველა კომპულსიური ქმედება სავარაუდოდ დემონური გავლენის I think there შედეგია. is no more distinctive word ეს than the მოიცავს word არა მხოლოდ compulsive. კომპულსიურ მოწევას ან ალკოჰოლის Almost მოხმარებას, anything compulsive is liable to be demonic. არამედ ისეთ ქცევებსაც, როგორიცაა კომპულსიური ჭამა, Compulsive consumption of alcohol, სიხარბე, but ან let's not ლაპარაკი. stop there. Compulsive eating. თუმცა is just საზოგადოებაში as demonic. სიხარბე უფრო მისაღები პრობლემად Gluttony is ითვლება, just ვიდრე as much of a ალკოჰოლიზმი. problem as alcohol, but it's a respectable. კომპულსიურ ლაპარაკსაც კი, როდესაც You ადამიანი can't be ვერ an აჩერებს alcoholic საუბარს, in church, დემონური but you can საფუძველი be a შეიძლება glutton. ჰქონდეს. There are other forms of compulsion. Compulsive talking. Garrulity. People who can't stop talking have got a problem. დამონება. And they are a problem too. დემონები ადამიანებს Number ამონებენ. 5, demons enslave. თუ ადამიანი ჩაიდენს ცოდვას, მოინანიებს და მიიღებს მიტევებას, You მაგრამ see, მაინც let's say განიცდის you've committed იმავე a sin ცოდვის in the area of ჩადენის sex. ძლიერ სურვილს, You repent, you go to Jesus, მაშინ you ის receive დამონებულია. forgiveness and cleansing, you're justified, just as if you'd never sinned. That's all finished with. But if, after all that, you still have this intense drive to commit the same sin again, even though you hate it. ამის გავრცელებული მაგალითია მასტურბაცია. One very common example is მიუხედავად masturbation. იმისა, რომ ზოგიერთი ფსიქოლოგი მას ჯანსაღად Now, მიიჩნევს, some psychologists and people say masturbating is all ათასობით right. ადამიანი ამ I just ქმედების don't გამო even თავს argue about დამცირებულად that. გრძნობს, But I know there are thousands of მაგრამ people მაინც who ვერ do it აჩერებს and hate მას. themselves for doing it. And every time they say never again, ასეთ შემთხვევებში საქმე გვაქვს დამონებასთან, რომლის მიღმაც they მასტურბაციის are დემონი დგას. enslaved. And there is a demon of masturbation. ამ It's დემონს very სპეციფიკური common. გამოვლინებები Let აქვს, me tell you მაგალითად, now, before we თითების get წვა, too far in the meeting, it has დაჭიმულობა ან certain გამრუდება. specific manifestations. What will happen is the person's fingers will begin to tingle. I've had so many people, Brother Prince, what's the matter with me? My fingers are tingling. And sometimes they go stiff and they bend right backwards. And I just whisper in the ear, your problem is masturbation. Renounce it, claim the cleansing blood of Jesus and get rid of it. But it's very stubborn. Many times people have to actually shake it out of their fingers in the name of Jesus to get rid of it. Now you put დამოკიდებულებები. იძულება, დამონება, იძულება და დამონება ერთად 4 ქმნის plus დამოკიდებულებებს. 5 equals addictions. Okay, compulsive, enslaving, you put them together. არსებობს მრავალი უჩვეულო დამოკიდებულებაც. მაგალითად, ფრჩხილის ლაქის სუნზე დამოკიდებულება, რომლის გამოც ადამიანს უჭირს მაღაზიიდან მშვიდად გამოსვლა. Young woman, a Pentecostal church member who was addicted to nail varnish. ასევე დღესდღეობით ტელევიზორზე დამოკიდებულებაც ისეთივე გავრცელებულია, როგორც When I ალკოჰოლიზმი. walk into the cosmetics department of a store, I've got 2 options. I can either buy nail ბევრი varnish or ადამიანი run out of ოთახში the შესვლისთანავე store. ავტომატურად I've got to do რთავს one or the other. ტელევიზორს, ისევე She როგორც was a little bit of that ალკოჰოლიკი thing, it იწვდის came ხელს out screaming სასმელისკენ. and it tore her. There are other addictions. You know, the commonest and latest
is TV. ამ ტიპის დამოკიდებულებამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ადამიანს, ვიდრე ალკოჰოლმა. They cannot walk into the room with a television set without switching it on. They don't even think. They don't know what they're going to see, but they just have to reach for the television set just like an alcoholic reaches for a drink. And I think probably it does more harm in the long run than alcohol. გავიუწვა. Number 6, they defile. დემონები ადამიანს აბილწებენ და თავს They უწმინდურად make you feel აგრძნობინებენ. dirty and unclean. Especially when you're worshiping God. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ღმერთს თაყვანს ცემს. ამ დროს გონებაში ბილწი სიტყვები ან სურათები ჩნდება. ყველაფერი, რაც ღვთის თაყვანისცემის ან ბიბლიის კითხვის დროს ხელს გიშლით, თითქმის ნამდვილად დემონური გავლენაა. One common example is the demon of sleep. მაგალითად, ძილის You know, სული, the Bible speaks about a spirit of slumber. რომლის გამოც ადამიანს ბიბლიის კითხვის დროს ეძინება, მაგრამ ტელევიზორის ყურებისას შუაღამემდე არ იძინებს. But if they want to watch television, they can stay awake. ეს არაბუნებრივია, რადგან ზებუნებრივ ძალას სიამოვნებს ტელევიზორის ყურება, მაგრამ სძულს ბიბლიის კითხვა. That enjoys them watching television, hates them reading their Bibles. შეცდომაში შეყვანა, All right, number 7. They deceive. დემონები არიან მატყუარები და მე მჯერა, რომ სულიერი მოტყუების თითქმის ყველა ფორმა I დემონურია. believe basically all forms of spiritual deception. მოტყუებისკენ კარი are სიამაყეს demonic. გაუღია. And you know what opens the door to deception? მე ეჭვება, რომ არსებობდეს მოტყუება, რომელიც სიამაყის გარეშე დაიწყებოდა, ვინაიდან სიამაყე გარდაუვალად That იწვევს doesn't come into მოტყუებას. the doorway of pride. Pride დასუსტება, inevitably leads to deception. ავადმყოფობა და Number 8, დაღლილობა they weaken, make sick, დემონებს შეუძლიათ ადამიანის დასუსტება და დაღლილობა. as a demon of tiredness. Remember dealing with არსებობს a woman who დაღლილობის said, I დემონი. can't stand this session any longer. I'm too tired. ერთხელ ერთმა ქალმა თქვა, რომ ის ზედმეტად დაღლილი იყო სესიის I challenged გასაგრძელებლად. it and said, that's right. თავიდან she's მისი all the შეწოდება time. მინდოდა, She's მაგრამ tired მალევე when she მივხვდი, gets რომ up, ეს she's tired დემონი when she იყო. goes to bed, she's too როდესაც tired to pray. დაუპირისპირდი, მან თქვა, რომ ქალი ყოველთვის დაღლილი იყო დგომისას და ძილისასაც კი. ის ზედმეტად დაღლილი იყო ლოცვისთვის და ბიბლიის წასაკითხად. ეს არის ერთ-ერთი დემონი, რომლის უკანაც სხვა ბოროტის სულები იმალებიან. And there's a spirit of death კვლელობა. that he sends out. გახსოვდეთ, სატანა მკვლელია და ის ადამიანებს ფიზიკურადაც კლავს. To sum up, არსებობს სიკვდილის სული, რომელსაც ის ადამიანების მოსაკლავად აგზავნის. demonized people are usually restless. in თუ ერთი some სიტყვით areas. შევაჯამებთ, დემონებით The person შეპყრობილი who can ადამიანები, truly როგორც relax წესი, and be მოუსვენარნი არიან. probably doesn't need ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტად მოდუნება და სიმშვიდის შენარჩუნება, სავარაუდოდ გათავისუფლებას არ საჭიროებს. who would clean off the boards so that I don't have to spend time doing that. Do we have a volunteer? ვინც არ მართავს თავის საკუთარ სულს, არის ქალაქის მსგავსი, რომელიც დანგრეულია კედლების გარეშე. Now, the next thing we're going to deal with, and I think this will be the last, although I wish I could go further because we haven't much time, is their areas of residence. Proverbs 25:28 says, ეს ადარებს ადამიანის პიროვნებას ქალაქს. როდესაც ადამიანს სულიერი დაცვა არ აქვს, ის ღია ნებისმიერი ბოროტის სულისთვის. მაგალითად, ნარკომანის ცხოვრება ამას გავს, მისი კედლები დანგრეულია და მასში ყველაფერს შეუძლია შესვლა. personality to a city. And when the person has no spiritual ქალაქის defense, მსგავსად that ადამიანის city პიროვნებასაც opens აქვს almost სხვადასხვა any სფერო, evil რომლებსაც თავისი დამახასიათებელი You take a მაცხოვრებლები drug ჰყავთ. addict, that's his description. Anything can get into him because his walls are ქვემოთ broken down. მოცემულია ამ სფეროების მოკლე ჩამონათვალი, But in a city, there are a lot of different რომელიც areas. ჩემს მრავალწლიან There's the area გამოცდილებას where the ეფუძნება. wealthy live, there's the slum areas, there's the banking and commerce areas, the sports areas, there's the various ემოციები და დამოკიდებულებები დემონების ჯგუფებად არსებობენ. ერთი დემონი გზას უხსნის მეორეს, ამიტომ ერთის აღმოჩენის შემთხვევაში სხვა ჯგუფების ძებნაც უნდა დაიწყოთ. Inside you and me, there is a city. ჩემი პირადი აზრია, რომ ყველა უარყოფითი ემოციისა და დამოკიდებულების უკან ბოროტის სული დგას, მაგალითად, ბრაზი, შიში, მარტოობა, უბედურება, საკუთარი თავის სიბრალული, სიამაყე, ეჭვიანობა და სხვა. This is simply based on years of experience.
The first area, number one, the main one is emotions and attitudes. თუ თქვენი ბრაზი იმ ზმნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ადრე განვიხილეთ, მაშინ სავარაუდოდ ბრაზის დემონი გყავთ. Because there are gangs of demons. არსებობს გარკვეული ძირეული პრობლემები, საიდანაც სხვა პრობლემები იზრდება. And if you meet one, you should start searching for the others. ყველაზე დიდი ძირეული პრობლემა უარყოფა, რაც იწვევს მარტოობას, უბედურებას, საკუთარი თავის სიბრალულს, დეპრესიასა და სასოწარკვეთას. Anger, fear, loneliness, misery, self-pity. ამ დონეზე მისული ადამიანი როგორც წესი ორ გზას ირჩევს. პასიური გზა სიკვდილია, ხოლო აქტიური თვითმკვლელობა. ჩემი პირადი აზრია, რომ თვითმკვლელობა ყოველთვის ბოროტის სულის გავლენის შედეგია. Then you probably have a demon of anger. კიდევ ერთი ტიპური პრობლემაა ამბოხება, რომელიც წყენას, სიძულვილს, ბრაზს და ძალადობას იწვევს. Out of which the rest grow. I think the greatest single root problem is rejection. გარკვეულწილად გონება ბრძოლის ველია. გონებაზე მოქმედი დამახასიათებელი სულებია: ეჭვი, ურწმუნოება, დაბნეულობა, გაუბედაობა და სიგიჟე. აღმოვაჩინე, რომ ოკულტიზმში ჩართულ ადამიანებს თითქმის ყოველთვის აქვთ პრობლემა დაბნეულობასთან. დეპრესია შეიძლება ჩაითვალოს როგორც ემოციურ, ასევე გონებრივ პრობლემად. ენასთან დაკავშირებული ბევრი დამახასიათებელი დემონი არსებობს, მათგან მთავარია ტყუილი. ბიბლიაც საუბრობს მატყუარა სულზე. არიან ადამიანები, რომლებიც კომპულსიური მატყუარები არიან და არც კი იციან, როდის ამბობენ ტყუილს. მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელიც სრული სახარების ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთ ქალაქში და ასევე გამორჩეული გამყიდველი. ის შესანიშნავი ქრისტიანი და მოსაუბრე იყო, მაგრამ მისი ნაამბობი ნელ-ნელა უფრო საინტერესო, თუმცა დაუჯერებელი ხდებოდა. მე ვფიქრობდი, მას მართლა სჯერა ამის, მაგრამ ეს ნორმალური საუბრიდან ზებუნებრივში გადადიოდა. მოგვიანებით გავიგე, როგორ შემოვიდა მასში ეს სული. ის მდიდარი მშობლების ნაშვილების შვილი იყო, რომლებსაც სხვა შვილები არ ჰყავდათ და მთელი იმედი მასზე ჰქონდათ დამყარებული. როდესაც ის სკოლიდან ცუდი შეფასებებით ბრუნდებოდა, მშობლები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ. ამის გამო მან ტყუილის თქმა დაიწყო, რაც მასში ტყუილის სულის ჩასახვის მიზეზი გახდა. საბოლოოდ ის გათავისუფლდა. კომპულსიური მატყუარები ხშირად თავადაც მოტყუებულნი არიან და არ იციან, რომ იტყუებიან. მათ ტყუილის დეტექტორის ტესტის გავლაც შეუძლიათ. ეკლესიაში გავრცელებული ორი დემონია: კრიტიკა და ჭორი. ერთხელ საეკლესიო შეხვედრაზე ერთი ქალი დემონით მოვიდა. მე უთხარი მას: შენი პრობლემა კრიტიკაა. შენ კრიტიკის სულო, გამოდი მისგან. დაახლოებით 4 ადამიანი ერთდროულად დაიწყო გათავისუფლება. არსებობს გაზვიადების დემონი, რომელსაც ევანგელურ ელასტიკური დემონიც ჰქვია. მეც ღვთისგმობის მონა ვიყავი, სანამ უფალმა გადამარჩინა. ლაპარაკისას ღვთისგობის გარეშე სიტყვას ვერ ვამბობდი. ასევე გავრცელებულია უწმინდური და უარყოფითი ლაპარაკიც. მე ვიტყოდი, რომ კომპულსიური სექსუალური გადახრის ყველა ფორმა დემონურია გამონაკლისის გარეშე. მასტურბაცია, მრუშობა, სიძვა, ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა, ქალურობა და ყველა სახის საშინელი პერვერსია, თითოეული მათგანი დემონურია. ამიტომ, ამის გამო არ უნდა იგზნოთ თავი შერცხვენილად, მაგრამ აუცილებლად უნდა მოაგვაროთ თქვენი პრობლემა. გულის თქმებით ცალკე სფეროა, გარყვნილი სურვილები და მადა. მე მჯერა, რომ ყველა მადა თავდაპირველად ჯანსაღი იყო, მაგრამ ცოდვითა და დემონური ძალით ისინი გაირყვნა და დამღუპველი გახდა. ხორცის გულის თქმა და თვალების გულის თქმა. არსებობს დემონური ძალა, რომელიც თვალებს აკონტროლებს. ზოგიერთ მამაკაცს არ შეუძლია ქალებს თავისებურად არ შეხედოს. ეს დემონია, რომელიც მათ თვალებშია ფოკუსირებული. სიხარბე გარყვნილი მადის ნათელი მაგალითია. ერთხელ ქალი 70 მილი გაიარა ქარბუქში ჩიკაგოში, რომ გათავისუფლებულიყო. ის პენტეკოსტელი მწყემსის ქალიშვილი იყო, რომელიც მშობლებსა და მათ რელიგიას აუჯანყდა, დაქორწინდა გადაურჩენელ კაცზე და საბოლოოდ უბედური იყო. მას 3 შვილი ჰყავდა. ის სიხარბის დემონისგან გათავისუფლდა და მითხრა: მისტერ პრინც, არავინ მეტყვის, რომ ეს რეალური არ არის. ეს ისეთივე რეალურია, როგორც ბავშვის გაჩენა და საკმაოდ გავს მას და მე 3 მყავდა. ქალმა მითხრა, რომ სიხარბე იმდენად კომპულსიური იყო მისთვის, რომ ის თავისი შვილების თეფშებიდან იღებდა საჭმელს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მათ უფრო ჭირდებოდათ ის ვიდრე მას. დამოკიდებულებები იმედგაცრუებიდან იზრდებიან. ისინი, როგორც ხეზე ამოსული ტოტები, ღეროდან გამოდიან. თუ მხოლოდ დამოკიდებულებას მოექცევით, ძირითად პრობლემას ვერ მოაგვარებთ. მაგალითად, ავიღოთ 2 ქალი. ერთი ეპისკოპოსია, მისი ქმარი სხვებთან დადის, არ ზრუნავს მასზე და არ აძლევს საკმარის ფულს. ის იმედგაცრუებულია, შვება სჭირდება და კოქტეილების კარადასთან მიდის. ის ალკოჰოლიკი ხდება. მეორე ქალი ღვთის ეკლესიიდანაა. მისი ქმარიც ზუსტად იგივეს აკეთებს. მაგრამ იმ ქალისთვის კოქტეილის კარადასთან მისვლა
გრძელი მოგზაურობა იქნებოდა. ამიტომ ის სამზარეულოში მიდის და მაცივარს ხსნის. ასე ის საჭმლის ჰოლიკი ხდება. მათ შორის განსხვავება მინიმალურია. ორივე შემთხვევაში მათ დასახმარებლად აუცილებელია იმედგაცრუების ძირეული მიზეზის, ქმრის მიმართ არსებული დამოკიდებულების მოგვარება. ახლა კი გავაგრძელოთ სია, ოკულტიზმი. ოკულტიზმის მთელი სამყარო, მისი თუნდაც ყველაზე პატივსაცემი ნაწილები, დემონურია. მე არ ჩავთვლი თქვენს მონაწილეობას იოგას ვარჯიშებში. ნება მომეცით ეს თქვა. მე თვითონ ვიყავი იოგას პრაქტიკოსი და გეტყვით რომ იქ არაფერია, რასაც ხელს შევახებთ. ფიზიკური ჯანმრთელობისთვის იოგაზე დამოკიდებულება არ ჭირდებათ, უფალი მოგცემთ ფიზიკურ ჯანმრთელობას. მე უბრალოდ ვამბობ რომ ოკულტი ღრმა და ბნელი ორმოა. ეს არის გამოქვაბული, სადაც ყველა ნაბიჯი შიგნით მიდის და არც ერთი ეგ გარეთ. ყველა ცრუ რელიგია, მათ შორის ისლამი, მორმონიზმი, იეჰოვას მოწმეები, ბუდიზმი, ინდუიზმი და იუდაიზმის ზოგიერთი ასპექტი, დემონურია. სატანა ექსპერტია რელიგიის სფეროში, ეს არის მისი მოქმედების მთავარი სფერო. წვალებლობით, ქრისტიანული რწმენისგან გადახვევა იგულისხმება. სული ცხადად აცხადებს, სული წმინდა, რომ უკანასკნელ დროში, ეს არის დრო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ზოგიერთი გადაუხვევს რწმენისგან. რატომ? რადგან დაუჯერებენ მაცდუნებელ სულებსა და დემონების სწავლებებს. ეს ფართო მასშტაბით ხდება დღეს. შემდეგ მოცემულია შეცდომების მაგალითები. თვალთმაგწობით ტყუილების თქმა, რომლებსაც თავიანთი სინდისი დაღუპული აქვთ. ქორწინების აკრძალვა. იმ საჭმლისგან თავის შეკავების ბრძანება, რომელიც ღმერთმა შექმნა, რომ მადლიერებით ყოფილიყო მიღებული. განსაკუთრებით შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე ნახავთ ასობით 1000 ადამიანს, რომლებზეც ეს ვრცელდება. ისინი ზედმეტად სულიერები ხდებიან, გადაწყვეტენ რომ არ დაქორწინდნენ, ან თუ დაქორწინდებიან, ერთად არ ცხოვრობენ და ზედმეტად სულიერები არიან იმის მიმართ, რასაც ჭამენ. მე მჯერა გონივრული ჭამის, მაგრამ ამისგან რელიგიას არ ვაკეთებ. როგორც კი ის რელიგიური საკითხი ხდება, თქვენ დემონური ზღვარზე ხართ. შეამჩნევთ, რომ ადამიანები, რომლებიც საჭმლის ფადებში არიან, სხვა რამეზე ლაპარაკს ვერ წყვეტენ. ეს დემონური გავლენის კიდევ ერთი ნიშანია. ჩვენ განვიხილეთ ბევრი მაგალითი სახარებებში. გარკვეული დაავადებები, ჩემი აზრით, ჩვეულებრივ დემონურია, თუმცა არა ყოველთვის. პირველი, რასაც ამ სიაში შევიტანდი, ეპილეფსია. მე მინახავს ბევრი ადამიანი გათავისუფლებული. რუთი და მე ლექსინგტონში, კენტუკიში, 2 წლის წინ ვიყავით და მე მქონდა კურთხევა. ერთი ქალი მოვიდა ჩემთან, ის ალბათ 40 წლის იყო, თავის 18 წლის ქალიშვილთან ერთად. მან მითხრა: მისტერ პრინც, 10 წლის წინ თქვენ ილოცეთ ჩემთვის და მე ეპილეფსიის სულისგან გავთავისუფლდი. აი ჩემი ქალიშვილი, მას ეს პრობლემა აქვს. ილოცეთ მისთვის. მე ბედნიერი ვიყავი ამ მოწმობით. ჩვენ ვილოცეთ ქალიშვილისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ის გათავისუფლდა. მე მინახავს ათობით ადამიანი გათავისუფლებული ეპილეფსიისგან, როდესაც მას ბოროტ სულად ექცევიან. როდესაც ადამიანი მოდის ჩემთან, მე ვეტყვი: ახლა მე მჯერა რომ ეს ბოროტი სულია. მე მზად ვარ უბრძანო მას რომ გავიდეს. გინდათ რომ გავაკეთო ეს? თქვენ მზად ხართ, რადგან შესაძლოა ბრძოლა იყოს. თუ თქვენ არ გინდათ, მე არ გავაკეთებ ამას. ზოგიერთი ადამიანი ამბობს დიახ, ზოგი ამბობს არა. ეს არის იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია წავედით. ჩვენ განვიხილეთ დემონების ძირითადი აქტივობები, 9 ზმნის სია და ძირითადი სფეროები, რომლებშიც მე დავაკვირდი მათ მოქმედებას. ნახეთ, ადამიანი შეიძლება იყოს სრულიად სუფთა სექსის სფეროში, მაგრამ იყოს ცრუ რელიგიაში. ან ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს სულები გონებაში, მაგრამ იყოს ჩაფლული ემოციებში. ან ადამიანი შეიძლება იყოს მწვალებლობაში, მაგრამ იყოს სრულიად ჯანსაღი. Or a person may have no spirits in the mind, but may be bogged down in the emotions. Or a person, let's say, maybe in a heresy. ასე რომ არსებობს სფეროების მთელი არჩევანი. So there's a whole choice. ეს არის პირველი სესიის დასასრული. ღვთის დახმარებით ჩვენ ამას მეორე სესიაში დავასრულებთ. God helping us, we'll complete this in the second session.